ოხ სადა ეს კაცი ამდენ ხას აქ რო შემომაყენებია რა მანქანა რა საწავიდა ამდენ ხანს რა ინანედან რა უნდა რა ვიცი მე რა ვიდეოს ვიღებთ და მოგესალმებით მეგობრებო ყველას მე ვარ ოხოდა დღეს მეგობრებო ისევ დაგიბრუნდით ტაქსისტის ცხოვრებით მოხსენი ახლა მანქანას დარაფარეთ ცოტა ხანი არ მუშაობ როგორც წინა ეპიზოდში ნახეთ აქ მომიყვანა ტაქსისტმა კი არა კლიენტმა და პოლიციის შენობასთან პირდაპირ და შემომაყვანია აქ მანქანა და გამაჩერებია და 2 წუთი დამელოდეოდა რა ველოდები რა მეგობრებო წინა ეპიზოდში ვინც უყურეთ ყველას გეცოდინებათ რომ ეს კაცი ლაპარაკობდა ტელეფონზე და ლაპარაკობდა რაღაც ხუთზე რომელიც გონი ჩემი საქმეზეა და იმედია მე არ დამაბრალიან კიდე მეორედ და კიდე მეორედ იმედია ციხეში არ ჩამსვა მენ იმედია აქ აი ნახეთ რა მაგარი სალონი აქვს უბრალოდ მანქანას უყურეთ უკანასიდენია ზერატოს რაღაცა ყუთი დევს იმ კაცმა დადოვა ეხლა რო გავხსნა შეიძლება რაღაც მე დაბრალდეს არა და არა ჩემი ბრალი არაფერი რო გავიქცე დამბრალდება რატომ უნდა გავიქცე როცა მართალი ხო და იყოს ერთი ეს ხუთი მაგრამ იმედი არ ამე შარს არ მაინახავენ აქ ოპა მოდის ეს კაცი დაგადავე მოდის სათხა რამდენი ხანი ძმა მოიცა ხუთი ხوار ნახო აბა აღებული რა ხუთი ძმა ვა საღალ შენ ესე იგი შენ დამნაშავე არ ხარ რა დამნაშავე და ეს ყველაფერი იყო ჩაწყობილი მე სინამდვილეში ბიზნესმენი არ ვარ პოლიციელი და თქვენ მაინტერესებდა ამ ხუთის ეს ხუთი არის თქვენი ან თქვენი კი არა ვინც ჩაგიდოთ ეს ხუთი და ვინც გააკეთა ეს დანაშაული იმისია იმის ჩადებული ხუთია ეს ხუთია ის რომელიც თქვენ მოიტანეთ ეს ის ხუთია რომელიც თქვენ მოიტანეთ განყოფილებაში პოლიციის განყოფილებაში და ჩვენ ჩაგიწყვეთ ყველაფერი მე სინამდვილეში ბიზნესმენი არ ვარ პოლიციის თანამშრომელი და მაინტერესებდა ამ ხუთს რო დაგეტოვებდი როგორ მოექცეოდი თუ ცუდად მოექცეოდი და გაიქცეოდი და გახსნიდი და ამოვიღებდი ამ რაღაცას და გადააგდებდიო და ასე შემდეგ და მოეშორებდი თავიდან და წახვიდოდი მაშინ შენ ჩადენილი იქნებოდა ეს დანაშაული აქედან გამომდინარე ჩვენ გავიგეთ რომ ჩვენ დავამტკიცეთ რომ სინამდვილეში ეს არ ჩაგიდენია შენ იჯექი ერთი დღეს ციხეში შემდეგ გამოყვედი მაგრამ გამოძიება არ დასრულებულა ჩვენ არ ვეძებდით იმ კაცს რომელზედაც შენ ამბობდი სანამ ეს სატყუარა არ ვიზამდით სანამ ამ მანქანაში მე არ ჩაგიჯდებოდი და სანამ ამ ხუთს არ ჩაგიდებდი მანქანაში ჩვენ ახლა გავიგეთ და დავამტკიცეთ რომ თქვენ დამნაშავე არ ხართ შეგიძლიათ იტაქსავთ და ჩვენ კი ვნახავთ იმ ადამიანს ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და ეს ბომბი ჩავდო თქვენს მანქანაში წინა ეპიზოდებში ვა აზრზე ხართ პოლიციამ რაები გააკეთა ბიჭო ანუ ეს სინამდვილეში ბიზნესმენი არ ყოფილა და უნდათ ჩემი გამართლება ანუ რა მე ვიყავი დამნაშავე თუ ის ვიღაცა ანუ მე ეგეთი ის უნდათ რა მაგის გაკეთება უნდათ რა და მაგის გაგება უნდათ რა ხო და ეხლა უნდა მოდერნონ ის
კაცი ვინც გააკეთა ეგ დანაშაული რა კარგით ეხა მე წავალ და მოვძებნი რა მაგდებს თუ შეიძლება მეც არ ვიტაქსავებ დღეს და მეც იმას ვიზამ რა გამოყვებით არა უსაფრთხო არ არის ეგ თქვენ წამოყოლა უსაფრთხო არ არის მომისმინეთ ერთად მომისმინეთ მე ვარ ტაქსისტი ეხა ტაქსი ის დამნაშავე თუ არა აგვეყნიდან გასული მაშინ უეჭველი პოლიციის მანქანაზე და პოლიციას ერიდება ხო და ეხა ტაქსისტებს სადომე მოერიდება თან ის მანქანა ადრე რითიდაც ტაქსავდი და რითიდაც მივიყვანე მაგ კლიენტი დანიშნულების ადგილას და ვინც ჩამიდო მაგ ყუთი ხო მაშინ ვიყავი 34-ით და ეხა ვიყიდე Camry იმ ტიპმა არ იცის რომ მე Camry-ით ვტაქსავებ იცის რომ 34-ით ვტაქსავებ და ამიტომ ჯობია ეხა ჩამიჯდეთ წამოვყვეთ კამერები გადავახვიოთ და ვიპოვოთ და საბოლოოდ დავასრულოთ რა ეს თემა ვა ყოი აზრია თქვენ ტაქსისტი კი არა პოლიციელი უნდა გავხტარიყავით ხო მოკლედ ეხა წავალ კამერების ჩანაწერებს ავიღებ და ყველაფერს ინფორმაციას მოგაწვდით რა კარგით აგერ მანქანაში წავუძინებ ცოტას იმიტომ რომ აგერ მანქანაში დავიძინებ ცოტას და მეტყვის რა მერე დაგებრუნდებით ბატონო გაიღვიძეთ აუ რა არის მა ოი ხო მეძინა რა რა დროს ძილია კაცო ყველაფერი გავარკვიე რა გაარკვიეთ სინამდვილეში გადმოდით ერთ მანქანაზე და აგიხსნით რა გაარკვიეთ ვერ გავიგე რა დაძინებული ვარ ნახევრად რა დროს ძილია ბატონო სინამდვილეში თურმე მაგ ადამიანს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია რომ პოლიციას არ შეემჩნია და არ დაეჭირათ ეხა კამერებში გავიგეთ ყველაფერი მისი ახალი მანქანაც გავიგეთ სად იყო ბოლოს ისიც ვიცით და სად დადიოდა რა მოკლედ და დადიოდა ეგ ვიღაც შავი ჯეკლასით და გაიგეთა პლასტიკური ოპერაცია და არის ესა ქუდი აქვს და ეს შარვა კოსტუმშია რა ვითომ ბიზნესმენი რო იყოს და ჯეკლასით მოძრაობს რა და წვერები აქვს ვა კაი ანუ სად იყო ბოლოს უდაბნოში რა ხო უდაბნოში მე გადავები კაი წავიდეთ უდაბნოში ჩაჯექით ხო წავიდეთ მოკლედ უდაბნოში ჩამოვედით უდაბნოში და ვნახოთ ის ტიპი აი ჩვენი უდაბნო ოი ის ჯეკლასით რომ მოძრაობდა ის ტიპი რა ნომრები ქონდა ძმა და გეტყვი მას რა ნომრები ქონდა ხო რა ნომრები ქონდა ძმა და მოიცადე ვნახავ გადავამოწებ ეს ხო არა ის შავი ჯეკლასია ვა კაი მას ქონდა ნომრები 356 ხო 356 ქონდა ხო აბა ეხა ჯეკლასი უნდა ვნახოთ ჩვენ შავი 356 ნომრით
ვერსად ვერ ვნახეთ. Საღაც ამ ტერიტორიაზე იყო მეგობრებო 1 საათის წინ რა და საღაცა დაიმალა, აი თუ არ ცდები აქ დაიმალა და აი აქ და აქ უნდა იყოს მოიცადე. აგერ ვიღაცებს კითხოთ ერთო, მაგრამ ყვანელი ყავთ შავი X6 და აგერ ხელოსნებს კითხოთ რა. გამარჯობათ, ძმა. აქ შემთხვევით შავი J-კლასი ხო არ იყო მოსული? არა, შავი არა და ესე J-კლასი იყო მოსული. ლურჯი J-კლასი იყო. რაო? ნომერი მითხარით, გეხოცებით. J-კლასის ნომერი. J-კლასის ნომერი თუ სწორად აღარ მახსოვს წესიერ, მაგრამ მგონი 356 იყო. რა? ხო, ძალიან დიდი მადლობა. ისა ბატონო პოლიციელი. რა ხდება? შავი არ იყო მოსულიო და ლურჯი იყო მოსულიო, რომელსაც ნომერი ჰქონდა 356-იო. რაო? აბა შავი ჭანდა კამერაში და რა ვიცი, ერთამ დისპეჩერს უთხრა გადამიმოწმოს ნომერი. ხო, ბატონო პოლიციელი. მე შემეშალა, მე კამერებში როგორც ვნახე, მე შემეშალა ლურჯი ყოფილა. მე ლურჯმა ეგერ არ გეიარა წეხან? იღადავები ბიჭო, იქ გაიარა წეხან. კაი, წადი იქიდან იქნება ვნახოთ. მივდივართ. ეს როგორ დადის? ცოტა გამირბის. საიჭვოდ დადის ეს. გაანებე კაცო მაგას თავი გაანებე. პოლიციელი კი არ ხარ. ოკეი, ვეძებთ შავ კი არა, ლურჯ J-კლასს. ოპა, მოიცადე. იქა J-კლასი. დავინახე J-კლასი. მოიცა, ცოტა უთვალთვალე რა. გადაასწარი. არ მეხვდეს რომ მივსდევთ. ცოტა გადაასწარი. ხო, ეგ. სუსტად ეგ კაცი იყო კამერებში. აუ ბიჭო, როგორ შეცვლილა. ყველაზე მაგარი ბატონ პოლიციელი, უყურე რა გავაკეთო. ეხა ვითომ გაგვიფუჭა და მანქანა. ესენი ხო დაიწყებენ პიპინს. ჩვენ გადავიდეთ, დავუწყოთ ჩხუბი ვითომ და მე ის დავიჭიროთ ეგრევე რა. გამარჯობათ. ვაიმე. გამარჯობა. რა ვაიმე, უკაცრავად. მანქანა გამიფუჭდა და ხო ვერ მომეხმარებით. აი წინ რომ მანქანებია, იმერმა უარი მითხრეს და იქნება თქვენ მომეხმაროთ. არა, არ მცალია მეჩხარებო. გეხვეწები ერთი $500 მოგცემდა, გეხვეწები მომეხმარეთ რა. $500? მაშინ კაი. აი, მეცადე. ბიჭო, ის ტიპი მოდის ახლა იყავი მანქანაში. უნდა მოვიუტყუო. ეს ვითომ მანქანა გამიფუჭე და მომყავს. წამორձანდით. იქნება რაღაც ევაკუატორზე დაარეკოთ ან რაღაცა. მოიცადე, ეს კარიც არ იღება მგონი, მოიცადე, გაიღო ერთამ. დროზე, ჩაჯექი დროზე. რა ხდება, რა. მოვხუროთ. დროზე და წავედით. ბიჭო. რა ხდება? გამიშვით ბიჭო. ჩაგედე ვახო კარები, ჩაგედე. ხო, ჩავგედა ბაბა რას ვიზამ. ჩავგედოთ კარები, ჩაგედელია კარები, ვერსად ვერ გახვალ, ვერსად. მიცანი ბიჭო. ოპერაცია რო გაიგეთე აქ. რა ხდება?
ეხა რომ მივართ სასამართლოში, დანარჩენს მე აღიხსნი. და მოვედით როგორც იქნა ქალაქში. და დამღალა ამან უკვე. გამიშვით ბიჭო რა. არავისთვის არაფერი არ ჩამიდია, ოჩი. მოკლედ მეგობრებო, ამას ახლა აუხსენეთ სიტუაცია რა ხდებოდა. და ვითომ ვერ მიცნო. არ ვიცი მა შემიხარ. ან ეს ვინაა, თქვენ არ ხართ პოლიციელები? პოლიცია არ ვარ კი არა ეს კიდე. გადმოდი ბიჭო, ტაქსისტი ვარ. გადმოიყვანე რა, შემოიყვანე. დავაი, მოდი. გამიშვით ბიჭო. არაფერ შუაში არ ვარ მე. რა ის ბომბი და რა ის რაღაც ვიღოცა. გაიმართება ეხა სასამართლო. და შემდეგ მეგობრებო, კამერამ აღარ ჩაიწერა ის სასამართლო. მოკლედ ამას მე ესაჯა 25 წელი. და მე გამომიშვეს გარეთ. ეს იყო ფინალური ვიდეო. დამთავრდა ამით ჩვენი ტაქსისტის ცხოვრება და თუ მოგეწონათ ვიდეო და გამოიწერეთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო და მე შეგხვდებით ახალი რუბრიკით. ნახვამდის.